1897 წელს შექმნეს ავტოქარხანა, ეგრეთ წოდებული. სადაც, როგორც ხდებოდა ხოლმე მე-19 საუკუნის მიწურულს, მათაც დაიწყეს ველოსიპედების წარმოებით, კი ბატონო. ყველა ესე იწყებს თუ რა ხდება? რა ვიცი, რაც კი მოუყევით ისტორიები, თითქმის ყველა ველოსიპედით იწყებს. დაჟე ლუდიც კი იყო. ხო, დაჟე ლუდიც კი იყო, კი ბატონო. და იქ წისქვილი იყო და ასე შემდეგ. ხო. პერიოდი იყო ეგეთი, რომ ეხა თითოეულ მანქანა დადიოდა მსოფლიოს მასშტაბით. თითზე ჩამოსათვლელი მანქანები რა და მანდაც იგივე ანალოგიური სიტუაცია მოხდა. მოკლედ, შემდეგ პერიოდში ხო 1900 წელს პარალელურად გადაერთვნენ ავტომობილების ნაწილების წარმოებაზე. ხო, ნაწილებს. ხო, რომლებმაც მერე სამომავლოდ ფორდთან გააფორმეს ხელშეკრულება, ჰენრი ფორდთან კონკრეტულად. ჰენრი ფორდ პირველი რო იყო რა, ნამდვილი დამფუძნებელი იმასთან. ვინც არ იცით, ფორდი ჩემი საყვარელი ბრენდია. მაგასთან გააფორმეს ხელშეკრულება და ნაწილებს აწვდიდნენ რა. და სხვათა შორის, მათ შორის მოდელ T-ს ნაწილებს აწვდიდნენ. ვინც არ იცით, მოდელ T არის პირველი ამერიკული სედანი, ეგრე გამოდის? ხო, პირველი ამერიკული ავტომობილი, რომელიც პირველი კონვეიერული სისტემა და რავი, ყველაფერი პირველი მაშინ დაიწყო.